ისათა დაძისათა დაწმიდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო წაკითხული იქნა სახარება დავრდომილი კაცის განკურნების შესახებ ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის გვისაუბრია და მინდა გითხრათ ასეთი რამ რომ საკვირაო სახარებებს ასე თუ ისე რაღაცნაირად ყოველკვირეულად მივსდევთ და ვცდილობთ რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ სხვადასხვა კუთხით დავინახოთ თუ რატომ არის ესე შედგენილი სახარებები და რატომ არის ჩვენ ცხოვრებაში აი ეხლა 21 საუკუნე როა 21 საუკუნის წინ დაწერილი წიგნი ასე ცოცხალი და რა სწავლება შეიძლება ვღებულობდეთ დღევანდელ დღესაც მაგრამ რატომღაც ყოველთვის გურჩება უბრალოდ ვერ რაღაც წამოწყება მქონდა, მაგრამ ვერაზროს ვერ მივაქციეთ ყურადღება ეპისტოლეებს, რომლებიც იკითხება აი ამ საკვირაო სახარებების წინ. ყველა საკვირაო სახარებას წინ უძღვის საკვირაო ეპისტოლე ამავდროულად. და ეს ეპისტოლე არის პავლე მოციქულისა ძირითადად. კი სხვა მოციქულებისაც იკითხება ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ დღეებში, მაგრამ წლის განმავლობაში უმრავლესი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეები. აი დღევანდელ დღესაც რომაელთა მიმართ ეპისტოლე იქნა წაკითხული. მე მინდა გითხრათ, რომ ყოველ ზაფხულს ჩვენ გვეწყება ერთი და იგივე პრობლემა. ადამიანები მეუბნებიან, რომ აი დასასვენებლად მივდივარ. და დასასვენებლად რომ მიდიან, ძალიან ხშირად ეშლებათ ერთი რამ, რომ დასასვენებლად საიდან მიდიხარ? ეკლესიისგან დასასვენებლად ხომ არ მიდიხარ? შენი ეკლესიური ცხოვრება ხომ არ შეიძლება შეიცვალოს ზღვაზე იქნები მთაში თუ სადმე კიდე სხვა კურორტზე ან შეიძლება საკუთარ ნაკვეთში ან დაჩაზე რა მნიშვნელობა აქვს ამას შენ თუ სადმე გახვედი თბილისიდან და ვერ ახერხებ იმ ტაძარში სიარულს სადაც თქვა მრევლი ხარ რომელიმე ტაძრის მრევლი ამ შემთხვევაში ამაღლებისა ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ შენ ეკლესიიდან ისვენებ იქვე ხო იქნება სადმე ტაძარი და იქვე უნდა იარო თუ იქაც არ არის ტაძარი ასეთ სოფელში ხარ სადმე და ან სადმე ასეთ დასასვენებელ ადგილას რომ არ არის ირგვლივ არაფერი არ იმყოფება, ყოველთვის თან უნდა იქონიოთ წიგნი, რომელიც თქვენს ხელში გაცოცხლდება. და რას ნიშნავს ეს გაცოცხლდება, იცით? წიგნი მაშინ არის ცოცხალი, როდესაც კითხულობ. თაროზე შემოლაგებული არც ერთი წიგნი ცოცხალი არ არის. რომელსაც გადმოიღებ და კითხულობ, ის არის ცოცხალი. ხომ ეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ თუ კი ჩაული წიგნებს ასე გვერდით და უბრალოდ შეხედავ მას არანაირი გრძნობა ამან შენში შეიძლება არ აღძრას. მაგრამ თუ კი გადმოიღებ ამ წიგნს და წაიკითხავ, გააჩნია რა წიგნია, შეიძლება ცრემლი წამოგივიდეს, შეიძლება სხვა ემოცია მოვიდეს, რაღაც სიხარულისა, რაღაცა ხუმრობისა, ბედნიერებისა, რა ვიცი, სიყვარულისა, რაღაცა კეთილშობილება აღძრას, უკეთესობა მოინდომო ვიდრე ხარ იმაზე. ამიტომაც წიგნი ცოცხლდება მაშინ, როდესაც წიგნს გადაშლი და კითხულობ. სხვა შემთხვევაში წიგნი ცოცხალი არ არის. ეს არის უბრალოდ ჩვენი როგორ გითხრათ, რაღაცა მეტიჩრობა, რომ ეს წიგნი უნდა მქონდეს თაროზე. და რას ნიშნავს? რატო უნდა მქონდეს? თუ არ კითხულობ, რატო უნდა მქონდეს? ან თუ ერთხელ წაიკითხე, თქვათ, ეხა ეს მხატვრულ ნაწარმოებს შეიძლება ეხება და გაიგე, რამდენჯერაც შეხედავ, ხო გახსენდება ეს ყველაფერი, რაც წაიკითხე, მაგრამ წმინდა წერილს ეს არ ეხება. წმინდა წერილი არის წიგნი, რომელიც გამუდმებულად უნდა იყოს შენი სახელმძღვანელო. ამიტომაც ეპისტოლეების შესახებ ეხლა რატომ დავიწყე ეს ლაპარაკი? რომ აი ესეთი წიგნები გამოსცა პალიტრა ელმა და არის შიგნით პავლე მოციქულის ეპისტოლეები დაბეჭდილი. აი ვისაც უნდა დასვენება, ამითი შეიძლება კარგად დაისვენოს. ეხლა ბევრს უთქვამს, რომ იცით რა, ვკითხულობ და არ გვესმის ეპისტოლეები, მინდა გითხრათ, რომ მართლაც არის რთული ტექსტი და შეიძლება იყოს რაღაც გაუგებარი ადგილები, მაგრამ წიგნთან ერთად არსებობს ფანქარიც, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ესე რომ რასაც ვერ გაიგებთ გახაზოთ და მერე როდესაც დაბრუნდებით, ესე იგი, თქვენი დასვენებიდან, მოძღვართან ერთად ეს ყველაფერი გაარკვიოთ, რა ხდება, რას წერს ეპისტოლეში მოციქული და ასე შემდგომ. ამიტომაც მე დღეს გადავწყვიტე, რომ რაც იყო წაკითხული სწორედ ის ეპისტოლე დღევანდელ წირვაზე რაც იქნა წაკითხული, ის წაგიკითხოთ და მე მგონი რომ განმარტება არ დაჭირდება. აბა თქვენ თვითონ გამეცით პასუხი დაჭირდება თუ არ დაჭირდება ამას განმარტება. ეს იყო
მე-12 თავი რომელთა მიმართ ეპისტოლესი. პავლე მოციქულის ეპისტოლეები ასე იწყება. პირველი არის რომაელთა ეპისტოლე, მერე არის 2 კორინთელთა ეპისტოლე, მერე არის გალატელთა ეპისტოლე და ასე გრძელდება, სულ ბოლოს ებრაელთა ეპისტოლე აქვს დაწერილი. მაგრამ თუ დაიწყებთ ამას თავიდან ბოლომდე კითხვას, თანამედროვე ქართულად გირჩევთ, რა თქმა უნდა, რომ თქვენთვის უფრო გასაგები და აღქმადი იყოს, აი ახლა მე გეტყვით, როგორ უნდა წაიკითხოთ. არამოვალეობის მოხდის მიზნით ხშირად ასე რო ვაკეთებთ, რომ რაღაცას ჩავაბულბულებთ უბრალოდ იმიტომ, რომ აი კანონი მქონდა შესასრულებელი და შევასრულე კანონი. ოღონდ არც ერთი სიტყვა არ გამიგია. არც ერთი სიტყვა ჩემში არ დარჩენილა. უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების წესი, რასაც ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ. პავლე მოციქულის ეპისტოლე რომელთა მიმართ მე-12 თავი. და ვნახოთ როგორ იწყება. გემუდარებით ძმანო, ღვთის მოწყალებით, ცოცხალ წმინდა კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, რათა გონივრული იყოს თქვენი ღვთისმსახურება. რას ნიშნავს, რომ როგორ უნდა უძღვნა შენი სხეული ღმერთს? ეს იმას ნიშნავს, რომ გამუდმებულად შენი გონება უნდა ბატონობდეს შენ სხეულზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე უფლება სხეულის სიამოვნებებმა იბატონოს შენს, ესე იგი, გონებაზე და არაფერზე ამას ვარს ვერ ეუბნებოდე და სხეული მართავდეს შენს გონებას და არაპირიქით გონება შენს სხეულს. იმიტომ რომ შენ სხეული გააქვს როგორც სულიწმიდის ჭურჭელი და არა გაქვს უფლება მას არ უფრთხილდებოდე და არ ინახავდე მას სუფთად. და ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, რომელ ქვეყანას? ამ სოფელს, რომელიც არ ცხოვრობს ასე, ამ წესით არ ცხოვრობს, რომელიც არ უფრთხილდება, არანაირად არ უფრთხილდება აი ამ სულიწმიდის ჭურჭელს და ყველაფრით შებილწავს მას. შურითაც, ბოღმითაც, ხორციელი ცოდვებითაც და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. და ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით. გონების განახლება უნდა ხდებოდეს ყოველი ქრისტიანისა. გონების განახლება ნიშნავს იმას, რომ გამუდმებულად ღმერთის ფიქრი უნდა იყოს შენს გონებაში. ამითი ახლდება შენი გონება. რათა შეიცნოთ რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სასურველი. ღმერთის ნების შეცნობისთვის ხდება ყველაფერი. შენი გონება დაკავებული უნდა იყოს იმით, რა არის ნება ღვთისა, რომ არა ავწდე მე მიზანს. თუ მე არ მაინტერესებს რა არის ნება ღვთისა, მაშინ ჩემი ნებით დავდივარ და აცდენილი ვარ სწორედ აი ამ მიზანს. ჩემთვის მოცემული მადლით მიმართავ ყველა თქვენგანს. ნურავი ნიფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე მართებს იფიქროს. ნუ კლავს სხეულის შესახებ არის ლაპარაკი, რომ არ უნდა აფუფუნებდე მას. არამედ იფიქროს ზომიერად, ღვთის მიერ თითოეულისათვის მოგებული რწმენის თანახმად. ზომიერებაში იგულისხმება, რომ არც ისეთი ასკეტიზმი არ უნდა დაადო შენ თავს, რომელსაც ვერ იტვირთებ და ამიტომ ზომიერება უნდა დაიცვა. რადგან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს. ასევე ჩვენც მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ერთი სხეული ვართ ქრისტეს მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ბარძიმიდან რომ ვერთიანდებით, ერთი და იგივე ქრისტე გვაერთიანებს. ერთ სხეულად ვიკვრებით სულ ყველანი. თუმცა კი ცალ-ცალკე ასოები, ისევე როგორც ადამიანის სხეულში ხელი ფეხი არ არის და ხელს თავისი მოვალეობა აქვს და ფეხს თავისი, ესე არის, რომ ჩვენ ამ ერთობით ერთ სხეულად ვიკვრებით და როგორ? მღვდელი თავის მოვალეობას ასრულებს, მედავითნე თავისას, სტიქაროსანი თავისას, გალობელი თავისას, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი მსახურება არის თუ არა? რა თქმა უნდა, ერთი მსახურებაა. ამ ერთ მსახურებაში ერთ სხეულად ვიკვრებით ყველა. ისე აქვე მინდა გითხრათ, რომ კითხვა რომ ჩდება, რომ ქალები რატომ არ არიან ღვთის მსახურები, მე გეტყვით, რომ ქალებს უფრო დიდი მოვალეობა აქვს. ქალებმა უნდა გაზარდონ ასეთი ღვთისმსახურები, უნდა შობონ და უნდა გაზარდონ ასეთი ღვთისმსახურები, რაც ახლა ჩამოგითვალეთ და ამიტომ მათი მოვალეობა უფრო დიდია და ნუ დავიწყებთ ამის გამო შეჯიბრს, იმიტომ რომ ხელმა რო ფეხ შეეჯიბროს, ახლა მე შენზე უკეთესი ვარ და ბევრად უფრო საჭირო, ასე ირღვევა სხეულის მთლიანობა, ასე ერთობა ვერ შედგება. ამიტომაც ამას გვასწავლის აქ პავლე მოციქული. და რა კი ჩვენთვის ახლა ზუსტად იმ მოხს მივადექი, რაც წაიკითხა დღეს მე დავითნე. და რა კი ჩვენთვის მოცემული მადლისამებრ სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, იწინასწარმეტყველე თანახმად შენივე რწმენისა. თუ მსახურებისა იმსახურე, თუ მოძღვრისა დამოძღვრე, თუ შემგონებლისა შეაგონე,
თუ მოწყალების გაცემისა უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა გულდმოდგინეთი წინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე. ეს ჩამონათვალი ნიშნავს იმას, რომ როგორც თითოეული ასო მხედველობას, მენა თუ ხელი თუ ყური თუ თვალი რა მნიშვნელობა აქვს, თავის მოვალეობას ასრულებს, ესე უნდა ასრულებდეს თითოეული ქრისტიანი თავის მოვალეობას. როგორც კი არევა მოხდება ერთმანეთში, რომ სხვა ეპისტოლეში წერს, ახლა თვალი თუ იტყვის, რომ მე ყური ვარ და ყური თუ აი დაირღვევა ეს ყველაფერი და აღარ იქნება ერთი სხეულის მთლიანობა ირღვევა და შეუძლებელი იქნება, რომ ასეთმა სხეულმა საერთოდ იცოცხლოს. დაე უორგულო იყოს სიყვარული, განეშორეთ ბოროტს, მიახლეთ კეთილს. მე მგონი რომ არ ჭირდება მას განმარტება. ცხოვრების წესს გვეუბნება. ძმურის სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი, ერთი მეორეს ასწრებდეთ ურთიერთ პატივისცემას, გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ, სულით მდუღარენი იყავით, მონებდეთ უფალს, გიხაროდეთ სასოებით, მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას მოუღლელნი, შეეწიეთ წმინდათა გასაჭირს, სტუმართ მოყვარეობა გქონდეთ წესად, აკურთხეთ თქვენი მდევნელნი, ნუ კი სწყევლით, არამედ აკურთხეთ. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. ერთმანეთის თანამოაზრენი იყავით, მაღლად მხედველობას ნუ კი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენ კაცებად ნუ მოგაქვთ თავი. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს, ყოველი კაცის წინაშე იზრუნეთ სიკეთისათვის. თუ კი შესაძლოა თქვენი მხრივ შვიდობის ყოფილნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. თქვენი თავისთვის ნუ იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ მიეცით ადგილი ღმერთის რისხვას, ვინაიდან დაწერილია, ჩემია შურისგება და მე მივაგებ იტყვის უფალი. ამრიგად თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე. თუ მწყურვალია, წყალი ასვი მას, რადგან ამით მოგიზგიზენ აკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით ძლიერე ბოროტს. ხომ არის ეს ცხოვრების წესი? აი ეხლა, როდესაც ხარ მე ქრისტიანი, დასასვენებლად თუ აქ მდგომი თუ გარეთ გასული ურთიერთობაში მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ახლობლებთან, აი სახელმძღვანელო რითი უნდა იხელმძღვანელო მათთან ურთიერთობაში. აი წიგნი, რომლის მიხედვითაც შენ ღვთისნებას ეძიებ, აი ღვთისნება საცხადდება. ასეთია ღვთისნება. ასეთი სურს მას ადამიანი იხილოს და არა ის რომ კი ვარ ქრისტიანი, კი დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ეხლა იმან რო გამლანძღა მე რა არ უნდა ვუპასუხო? იმას რო არ უყვარ ვარ, ეხლა მე რა არ უნდა შევაქციო ზურგი. იმან რომ ყურადღება არ მომაქცია, ეხლა მე ხო საერთოდ გამარჯვებას აღარ ვეთქვი. იმან რომ არ გამოიჩინა ზრდილობა, მეც ესე იგი უზრდელად უნდა მოვექცე. დამარტყა უნდა დავარტყა, შემაგინა უნდა შევაგინო. რა განსხვავებაა მაშინ ამ სოფლიურ ცხოვრებასა და ქრისტიანულ ცხოვრებას შორის? არაფერი, ზღვარი იშლება. და ამით იწყებოდა ეს ეპისტოლე, რომ ნუ მიემსგავსებით ამ სოფელს. ამ სოფლის მსგავსება ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული ცხოვრებისგან საკუთარ თავს აყენებ ძალიან შორს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით შეიძლება გერქვას ქრისტიანი, ქალი თავსაფრით იდგე აქ მაშინ ტაძარში, მაგრამ გახვიდე აქედან და დიდი სიანჩხლეები ჩაიდინე ოჯახში თუ გარემოში. კაცი მოსული იყო აქ და ცდილობდა ესე იგი რაღაცა ეკლესიურად ცხოვრებას, მაგრამ აქედან გასულმა შეიძლება პირველივე დამრღვევმა, მძღოლმა ისეთი წყობიდან გამოგიყანოს, რომ ესე იგი გარდაუტოვო ნათესავი და მეგობარი, რომ არ მოუხსენიო აუგის სიტყვებით. აბა გეკითხებით ახლა, ამ წიგნში რაც წავიკითხეთ და ეს ცხოვრება ერთმანეთს შეედრება თუ არ შეედრება? ამიტომაც კარგ დასვენებას გისურვებთ ყველა, ვინც დასასვენებლად მიდიხართ, მაგრამ დაისვენეთ ასე, აი ამ წიგნით ხელში. ნუ კონკრეტულად ამით არა, შეიძლება ბიბლიის სხვა წიგნები გადაშალოთ, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ ეპისტოლეებს გადახედოთ და იქნებ ჩვენც მოვახერხოთ, რომ ეს ეპისტოლარული ჟანრი, რადგან სახარებას ყოველ კვირას ვიხილავთ, ან სექტემბერში საკვირაო გაკვეთილები ისევ დავნიშნოთ და ეპისტოლეების განხილვა დავიწყოთ, ან ისევ ქადაგებებში ვთქვათ იგივე საკვირაო ეპისტოლეები განვიხილოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ, ჩვენთან არს ღმერთ. მამაო გამოვა და ამხევი.